ეთერში საინფორმაციო პროგრამა ანარეკლი. ქარელის იზოლატორის ორმა პატიმარმა ჩათვალა, რომ აღდგომის დღესასწაული თავისუფლებაში უნდა გაეტარებინა და 11 აპრილს დილის 9 საათზე განზრახულ სასულიერო მოახდინეს და პოლიციელები იძულებულები გახადეს ეს დღესასწაული ქუჩაში გაეტარებინათ. ორი დღეა ქარელის ქუჩებში პოლიციელთა სიმრავლე შეინიშნება. ისინი თითქმის ყველა გამლოს მანქანას გულდასმით ამოწმებენ. ამის მიზეზით 11 აპრილს აღდგომა დილით პოლიციის განყოფილების დროებითი მოთავსების იზოლატორის სასეირნო ეზოდან ხულიგნობისა და პირადი ქონების ქურდობისათვის სანქცირებული 2 პატიმრის გაქცევაა. გაქცევა მოხდა შემდეგნაირად, როდესაც დილის 8 საათზე გაიყვანეს დილის ტუალეტში. აღნიშნული პირები, სადაც გაიყვანეს დილის ტუალეტში. იქ არის სასეირნო ეზოს დაბლა აქვს პატარა რამოდენიმე ფანჯარა, რომელიც არის გისოსებით გამაგრებული. ეს ფანჯრები ჩადის განყოფილების შენობის პადონში. ამათმა მოახდინეს ამ გისოსების გამონტვრებით, გისოსები გამოონტვრეს და ამ პადონში ჩაძვრენ და პადონიდან გაიპარნენ. ეს ალბათ დროთა განმავლობაში ან მოარყიეს და არის რამოდენიმე ვერსია, ან რაღაცა საგანი ჰქონდათ, რომელიც შეიძლება ამის გამონტვრება და ძალის გამოყენებით. შემდეგ ჩაძვრენ პადონში და იქიდან გაიქცნენ ეზოს მხრიდან. მოადუნა ყურადღება პასუხისმგებელმა მორიგემ და ქვემორიგემ, როდესაც გაყავთ რამ დილის ტუალეტზე, მათ თვალის ხედულობის არიდან პატიმარი არ უნდა მიატოვონ. მათმა მიატოვეს პატიმარი, ყურადღება მოასუსტეს და ეს გამოც მოხდა აღნიშნული პატიმრების აქცია. პოლიცია გაქცეულ პატიმრებს 2 დღე აძლევს და პოვნის შემთხვევაში კანონი მათ პატიმრობის ვადას 5 და 5 წლით გაუგრძელებს. თუმცა არც თავად პოლიციელები არიან უკეთეს მდგომარეობაში, განსაკუთრებით მორიგეები, რომლებიც კანონის მიხედვით სასჯელს ითვალისწინებენ. გაქცეული პატიმრები კი აღდგომის დიდ დღესასწაულს იზოლატორის კედლების გარეთ შეხვდნენ. 14 აპრილი საქართველოში ქართული ენის დაცვის დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს ქარელის კულტურის ცენტრში მოეწყო ღონისძიება. 14 აპრილი ქართული ენის დაცვის დღეა. ღონისძიება, რომელიც ქარელის კულტურის ცენტრში მოეწყო, სწორედ ქართული ენის დაცვის დედაენის დღეს მიეძღვნა. ენა მამული სარწმუნოება, აი ის სამი საუნჯერისთვისაც იბრძოდნენ და ეწამებოდნენ ქართველნი ყოველთვის. ენაა ყველა ერის ქვაკუთხედი, მისი ეროვნულობის დამადასტურებელი. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე 14 ანბანი არსებობს, მათ შორისაა ქართული ანბანი. ქართული დამწერლობის შექმნას კი მემატიანე მეფე ფარნავას მიაწერს. მე-19 საუკუნეში კი იაკობ გოგებაშვილმა შექმნა წიგნი დედაენა, რომელიც ყველა ქართველის საფიცარი გახდა. ღონისძიება წარმოადგინეს ქარელის ნომერ 2 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა, თუმცა ამ ღონისძიების ნორმალურად წარმართვისათვის არანაკლები მონაწილეობა მიიღო ქარელის კულტურის განყოფილების და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობამ. ერთმანეთს ენაცვლებოდა სიტყვა, მუსიკა, ლექსი, ქართული ენის, დედაენის შესახებ. მაყურებელთა უმრავლესობა კი მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც სტაჟს არ აკლებდნენ თანატოლებს ლამაზი საღამოს მოწყობისათვის. ქარელისა და ხაშურის საფეხბურთო გუნდების მარცხ ქარელელებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. საჯების არაობიექტურობამ ქარელელები პირველი ლიგის მიღმა დატოვა. თვითონ საჯებს კი პოლიციის დაცვის ქვეშ მოუწიათ გასვლა მოედნიდან. 16 აპრილს ქარელის საფეხბურთო გუნდი იბერია საკუთარი მოედნის დისკვალიფიკაციის გამო მორიგ შეხვედრას თბილისის ლოკომოტივთან ხაშურის ივერიის სტადიონზე გამართავს. მოედნის დისკვალიფიკაციის მიზეზი კი ის გახმაურებული შეხვედრაა, რომელიც 2 აპრილს ქარელის იბერიასა და ხაშურის ივერიის საფეხბურთო გუნდებს შორის შედგა და სამწუხაროდ ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. შეხვედრას ქარელელებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და მიუხედავად საშინელი წვიმისა, 6-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა. ეხლა ეს თამბზე რაღაც ინციდენტი მოხდა, მაგრამ ეს იყო ყველაფერი არბიტრების ბრალი იყო, საჯების ბრალი იყო ეს. იმიტომ რომ რაღაც მიკერძება იყო რა იყო, აი მიზეზი ნამდვილად ვერ აგიხსენებთ იმას, რომ რა მიზეზი იყო, რომ საჯებმა ესეთი რაღაც გააკეთეს. ეხლა აქ ისეთი კომისარი იყო კი, შოთა ხიჯაგაშვილი იყო
კომისარი და ჩვენ არ ველოდით რომ ესეთი მიკერძოება იქნებოდა. კომისარმა ჩვენ ახლა თბილისში რო ვიყავით, თბილისში ჩავედით და კომისარს დაწერილი აქვს იქ რომ იყო 14 მეტრიანი იყო ხაშურის კლასში და სადაც რა ვიცი შეეშალა თუ ვერ დაინახა თუ რაღაცა არ დანიშნა თორემ იყო 11 მეტრიანი მას მე მგონი მაგასაც დისკვალიფიკაცია მისცემა და დაასრულა სექტორიც. თამაშის დასასრულს, რომელიც 0-1 ხაშურელების გამარჯვებით დამთავრდა, მაყურებელმა მსაჯი არაობიექტურობაში დაადანაშაულა და სწორედ ამიტომ მას პოლიციელთა მრავალი რიცხოვანი დაცვის თანხლებით მოუხდა მოედნის დატოვება. მოედინა მსაჯის უსაფრთხო გაცილებაში თავად ქარელის პოლიციის უფროსი და მოადგილეები იღებდნენ მონაწილეობას. შეფასება მათ ასე თუ ისე წესრიგის მიმართ განყოფილების თანამშრომლობა დაიკავეს ფაქტიურად რომ ჩვენ თამაში რომ დამთავრდა საჯებიც ყველა გამოიყვანეთ ნორმალურად სტადიონიდან გავაცილეთ და ექსესებს ადგილი არ ქონია გარდა იმისა რომ რამოდენიმე წამოძახილები იყო იქიდან სტადიონიდან რომ საჯის მიმართ გინებდა და ცენზურას იტყოდა ეს ხდება ხოლმე როცა დიდი და გადამწყვეტი თამაში იყო ჩვენსა და იმ ხაშურის გუნდებს შორის და მაინც ნორმალურად ორნამენტს ჩამთავრდა. ეს ყველაფერი ღიზიანდება სამსას აი იყო ერთი მომენტი რომ შეიძლება ეს 11 მეტრიანი ჯამის დანიშნა საჯმაც იყო ხუმანა და რაღაც ხუმანის შემდეგ გადაწყვეტა და არ დანიშნა და ამან გამოიწვია ძირითადად საჯზე ასეთი უკმაყოფილება. ასეა თუ ისე იბერიამ პირველ ლიგაში გადასვლის რეალური შანსი დაკარგა და სამეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. თუმცა ხაშურელების გამარჯვება როგორც თავად ქარელებისათვის, ასევე ხაშურელებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. გამარჯვების დახმარების გარეშე გუნდი ფაქტობრივად ვერ ფუნქციონირებს. ისე თუ წესდებით ვიმსჯელეთ, ესაა პროფესიული საფეხბურთო კლუბი, რომელმაც თავისი თავი თვითონ უნდა არჩინოს. მაგრამ დღეს საქართველოში არ არსებობს ფეხბურთელთა გუნდი, რომელსაც შეეძლოს თავისი სახსრებით არჩინოს. ეს ალბათ გარკვეული პერიოდის გამის შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდება ნორმალური ურთიერთობები, ნორმალური ბიზნესი ჩამოყალიბდება, ნორმალური ქველმოქმედება ჩამოყალიბდება, მაშინ იქნება ეს შესაძლებელი. ჩვენ ბიუჯეტიდანაც გარკვეულ თანხებს, ბიუჯეტიდან მოხდა პოლიციები და გარკვეულ თანხებს ვუხდით გუნდს. ხაშურის იბერიამ კი მაყურებელი კიდევ ერთხელ გააოცა. მან იბერიის ერთ-ერთ რეალურ კონკურენტთან ცხინვალის ცხინვალთან თამაში ფრედ დაამთავრა. ცხინვალის საფეხბურთო გუნდს კი როგორც ამბობენ კრიშები თავად გუბერნიაში მოეძებნება. მას ისევე როგორც ამ ლიგაში მოასპარეზე სხვა გუნდებს, ქარელის იბერიისაგან განსხვავებით ბიუჯეტი აფინანსებს. ჩვენ ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.